პირველად სოფლიო ისტორიაში ფინური სახელმწიფო გაჩნდა 1918 წელს. პირველად სოფლიო ისტორიაში ჩეხოსლოვაკური სახელმწიფო, როგორც ასეთი ორი ერთად ჩნდება 1918-ში ჩეხია, კი სამთავრობო მორავია და რაღაც არსებობდა ოდესღაც ამ სახელმწიფო. შემდგომში ჩნდება პოლონეთი და პირველად სოფლიო ისტორიაში 1918 წლის მერე იბადება ესტონეთის და ლატვიის სახელმწიფო. არასდროს მათ სახელმწიფო არ გონიათ. და არავით არის სახელმწიფოებრივი გამოცდილება. საერთოდ იდეაში ლატვიეული ეთნიკური წარმოშობის აზნაური არ არსებობს. ფინური წარმოშობის აზნაური და ესტონური წარმოშობის აზნაური არ არსებობს. საქართველოს მოსახლეობის თავის ძროზე ერეკლეს პერიოდში 10% და რუსეთის იმპერიის ბოლოს 4% იყო თავადაზნაურობა. და ახლა შენთან მიდიხარ დემოკრატიის კუთხით. ჩვენ რა დაგვემართა იცით პირდაპირ გეტყვით. ჩვენ სიტუაციაში იყო აი ძალიან დიდი საცდური. ჩვენ ყავდა ეროვნული ძალები, ვინც ფიქრობდა, რომ რა თქმა უნდა სამხედროებს აიღო ძალაუფლება. მეცაც გეტყვით რა იყო ნაციონალისტური ძალები, გენიალური ადამიანები, ილიას მიმდევრები დავაკვათ, ილიისტები, რა ქვია, ექვთიმე თაყაიშვილი თუ ასე შემდეგ. ნიკოლაძეც კი ამ პერიოდში და ხაშოსმლი ახალგაზრდებს დიდა აგერ ვარლამ ძიძიგური, შემდეგ თაობებს აყავდა რა ქვია პიროვნე კერესელიძე და სხვები სკოლებშიც კი ასწავლიდნენ, მაგრამ საქმე რა იყო რა ქართველი არის ესეთი ვინ არის უფრო ძლიერი და ვინ არის მთავარი. ქართველებმა შეხედეს ამ ნაციონალურ ილისტურ ძალებს არ გააჩნიათ არც ერთი არჩევნებაში გამარჯვებული პარტია. კაი ბატონო, მათი წევრები არიან გენერლები და ჩვენი სამხედროების გარკვეული ნაწილი, თუნდაც ისეთი როგორც იყო კოტე აფხაზი და ასე შემდეგ, ძალიან კარგი ხალხი, მაგრამ რა, ნუ ახლა ბოლოს და ბოლოს არიან გენერალ-მაიორები, გენერალ-ლეიტენანტები, ხო? და ამ დროს სოციალ-დემოკრატებს ყავთ პირველივე რუსულ მთავრობაში მინისტრი, რუსეთის პრეზიდენტი, ანუ კარლ ჭეიძე, რომელიც არის ცაკის თავმჯდომარე, რომელსაც მთელი მსოფლიო იძახის, რომ არის რუსული რევოლუციის მამა და მანამდე 1907 წლიდან რა ქვია, რუსეთის იმპერიის სათათბიროში ყოველთვის ზის რომელიმე ქართველი სოციალ-დემოკრატი. ხან ჭყენკელი, ხან ჟორდანია, ხან რა ქვია, თავად ჭყეიძე, წერეთელი და ასე შემდეგ. შესაბამისად, რიგით ქართველი უყურებს ესე რომ ერთის მხრივ გვაქვს არსებობს პარტია, რომელიც არის მსოფლიო მასშტაბის ქართველი ავტორიტეტები პოლიტიკურ სფეროში და მეორე მხარეს არის კი ჩვენთვის შესაძლოა ძალიან კაი საყვარელი პოეტი, მწერალი და ასე შემდეგ, რომელსაც არ აქვს ავტორიტეტი. ფინელს ეს ფუფუნება არ ქონდა, ვერ იფიქრებდა, რომ ერთ მხარეს არის ვიღაც პოლკოვნიკი მანერჰაიმი და მეორე მხარეს მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსი. მას მანერჰაიმის გარდა არც არავინ არ ყავდა. და ჩვენ ყავდა და ის რაც იყო ჩვენი ნიჭის გამოვლენა და პლუსი, ჩვენს აქილევსის ქუცლად იქცა.